სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. დღევანდელ დღეს თქვენ ალბათ იცით, რომ გარდა ნათლისღებისა ეწოდება ღვთის განცხადების, ანუ ღვთის გამოცხადების დღე. ანუ დღე, როდესაც კაცობრიობის ისტორიაში პირველად ყველაზე მეტად გამოცხადდა თუ როგორია ღმერთი და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ თავს მორწმუნეებს უწოდებთ, აქ ვართ ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენ ღვთისმეტყველებად არ დავბადებულ ვართ. და ჩვენ თუ კარგად გავიხსენებთ, როცა სარწმუნოებაში მოვედით, შეიძლება ითქვას, რომ არაფერი არ ვიცოდით, თეორიულ ღვთისმეტყველებას გულისხმობ. ჩვენ იმიტომ არ გავხდით მორწმუნენი, რომ ხედავ, ღმერთი სამება ყოფილა. ღმერთი ადამიანად მოსულა. და ასე შემდეგ, ეკლესია დაუარსებია და ასე შემდეგ. ესე არ გამხდარვართ ჩვენ ქრისტიანები. ჩვენ ქრისტიანები გავხდით ჩვენი გონებისათვის მიუწვდომლად, საიდუმლოებრივად, როცა რადგანაც მოხდა ისე, რომ ვირწმუნეთ არა უბრალოდ ღმერთი, არამედ ღმერთი ადამიანად მოსული და აი ამის მერე თუ ადამიანი პასუხისგებლობით მოეკიდება ამ საჩუქარს, რასაც ქვია ქრისტეს ღმერთობის წმენა, ამ პასუხისგებლობიდან გამომდინარე, მას უბრალოდ არ შეუძლია არ გაიგოს ღმერთი რო ადამიანად მოვიდა, რატომ მოვიდა ადამიანად, რა გვითხრა, რა გვასწავლა, რის წინაშე დაგვაყენა, რა არჩევანის წინაშე დაგვაყენა და შესაბამისად რა პასუხისგებლობით დაგვტვირთ. ყველაზე ცოდო არის ის ადამიანი, ურწმუნო კი არ არის ყველაზე ცოდო. ყველაზე ცოდოა ის ადამიანი, ვინც ქრისტეს ღმერთობა იცის, მაგრამ იმის იქით არაფერი აღარ იცის. ანუ თავის საკეთებელს როცა აღარ აკეთებს ადამიანი. იმიტომ რომ ის, რასაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ, ღვთის განცხადებას, თითოეული ჩვენგანის ღვთის მომხდარია და ეს ცოდნა, რომელიც შემოვიდა სამყაროში, ჩვენ უნდა გავითავისოთ და ჩვენად ვაქციოთ. ჩვენს ორგანულ ნაწილად ვაქციოთ. ჩვენ სიცოცხლეთ ვაქციოთ. იმიტომ რომ არ იყოს ღმერთი ისეთი, როგორიც არის, ჩვენც არ ვიქნებოდით ისეთნი, როგორიც ვარ. და თუ ჩვენთვის მეტნაკლებად ძვირფასია და მნიშვნელოვანია ჩვენი ყოფიერება, ჩვენი ახლობლების, ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი სიყვარული, თუ მეტნაკლებად ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ასეთები იმიტომ ვართ. ერთმანეთის სიყვარულის უნარი იმიტომ გვაქვს, პიროვნებები იმიტომ ვართ, თავისუფლება იმიტომ არ გვეთმობა, რომელიც არა გვაქვს, მაგრამ არ გვეთმობა, გვინდა რომ გქონდეს ეს ყველაფერი იმიტომ ვაზროვნებთ, იმიტომ ვფიქრობთ, ეს ყველაფერი იმიტომ შევიმეცნებთ, ეს ყველაფერი იმიტომ რომ ღმერთია ასეთი და ჩვენ მისნაირები ვართ. ამას გვეუბნება ჩვენი რწმენა. და აი კიდევ ერთხელ მიუბრუნდები როგორი საბრალოა ადამიანი, რომელსაც ქრისტეს ღმერთობის წამს ეკლესიის წევრიც არის, აღსარებელის და მაზიარებელის, მე ნომინალურად მონათულ ადამიანებზე არ ვსაუბრობ, და რომელიც მე ამ ყოველივეს სიღრმეში ჩახედვას არ ცდილობს, ცხოვრობს ჩვეულებრივი რელიგიური ადამიანებით. ჩვენ ჩვეულებრივი რელიგიური ადამიანები არა ვართ, ჩვენ ღვთისშვილები ვართ. გესმით, ჩვენ ღვთისშვილები ვართ. სად შვილი და სად რელიგიური ადამიანი ხომ განსხვავდება და ეს ღვთისშვილობა ის კი არ არის მე მინდა თუ არ მინდა, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც ჩვენი წმენის მერე გაცნობიერებულად შემოდის ჩვენში. იმიტომ რომ განკაცებულმა ღმერთმა, რომელიც ჩვენ ვირწმუნეთ რომ ღმერთია, მან პირველი საკომუნიკაციო საშუალება თუ პრინციპი თუ ენა, რომელიც ჩვენ გვითხრა ღმერთთან ურთიერთობისა, ეს იყო და პირველი სიტყვა ეს იყო მამაო, ანუ შვილები ხართო გვითხრა. რატო ხდება, რომ რწმენა რო აქვს ადამიანს, ახლა ეს მაინტერესებს პირველ რიგში, ხო? ჩვენი თავი გვაინტერესებს. რწმენა რო გვაქვს და რაღაცა ვერა ვართ ისე როგორც საჭიროა. რა არის ამის მიზეზი? მე ვფიქრობ, დღევანდელი დღე ამ კუთხითაც ძალიან საინტერესოა. არა იმ კუთხით, რომ წყალი წავიღოთ, თუმცა წყალსაც წაიღებ, არამედ იმ კუთხით, თუ აი დღევანდელი დღე სინამდვილეში რა არის. რას ნიშნავს ღვთის განცხადება? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რას ნიშნავს? ვინ იყო ნათელი? რა ნათელი უნდა მიიღოს თავად ნათელმა? ქრისტე ხო თავად ნათელია. ჩასახვის წამიდან, წამის ყოფიდან, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გაბრიელისაგან ხარება რომ მიიღო და დაეთანხმა, წამის ყოფიდან, როცა ჩასახვა მოხდა, იმ წამიდან ჩანასახი დედის წიაღში მყოფი უკვე განღმრთობილია. ღმერთია ის როგორც სუბიექტი, ღმერთია და ის რომ თანდათანობით ვითარდება და ასე შემდეგ შეაწყურია და რო იბადება და მე ასე ყდება, ეს ყველაფერი არის
ჩვენი ბუნების თანაზიარობა საქმითაც, რომ ყველაფერი განიცადოს გარდაცოდვისა, რა ჩვენ განგვიცდია. რომ ჩვენ მე სათქმელიც არ გქონდეს კაცმა რო თქვას, რომ შენ რა იცი, მე რა მტკივა, შენ რა იცი, მე რა მაწუხებს. ჩასახვისთანავე განხთობილია მისი ადამიანური განხთობილის არასწორი სიტყვაა. ღმერთია, ანუ გესმით ჩვენ როცა ვსაუბრობთ ადამიანზე, ჩვენ მის პიროვნებაზე ვსაუბრობთ. პიროვნულად იესო ქრისტე ღმერთია. ადამიანური ბუნება მიიღო, მაგრამ ის ღმერთია, ანუ ის ღმერთია და ღმერთმა რა ნათელი უნდა იყოს. მე ვარ ნათელი, რომელიც მოვედი სოფლად, ხო მე ვარ ნათელი სოფლისა, უფალი ამბობს. თავად ნათელია, ჩასახვისთანავე დედის წიაღში, კიდევ ერთხელ მიმეორებ, შობამდე ნათელია ის უკვე და რა ნათელი უნდა იყო? ხო საინტერესოა. ამ ყველაფრის აღქმა და განცდა და გაგება ადამიანს იმიტომ უჭირს, რომ ჩვენსა და ღმერთს შორის, ჩვენს ყოფასა და ღვთისყოფას შორის, ჩვენს მდგომარეობასა და ღვთაებრივ მდგომარეობას შორის უბრალოდ არსობრივი განსხვავება რომ არის, ეს კი არ არის მიზეზი. ეს არსობრივი განსხვავება ღმერთ არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არსობრივი განსხვავება ღმერთმა თვითონ გადმოლახა, ხიდად გაიდო ადამიანად რომ მოვიდა, ხიდად გაიდო ტრანსცენდენტულიდან ამ ჩვენ ყოფიერებამდე. ეს ჩვენი გასაკეთებელი ხო არ არის, ჩვენ ხო ამას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ხო არ შეგვიძლია რომ ღვთაებრივ წიაღში ავიდეთ. ამის უნარი ჩვენ არა გვაქვს, ამას ჩვენ არც არავინ გთხოვდა. თვითონ გააკეთა ეს, თვითონ მოვიდა. ჩვენი პრობლემა არის ღმერთთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით, ჩვენი პრობლემა არის იმ თვისებების არ ქონა და პირველ რიგში იმ თვისების არ ქონა ჩვენში, რაც დავკარგეთ 64-ე დავკარგეთ. ეს არის მორჩილებაში ღვთის განგებულებისადმი. ანუ სინამდვილე არის ღმერთი. სხვა სინამდვილე არ არსებობს. აი სინამდვილისადმი მორჩილებაში გამოვლენილი სიმდაბლე. სიმდაბლე სინამდვილის მორჩილებაში გამოვლენილი არის სიმდაბლე. სიმდაბლე ვლინდება სინამდვილისადმი მორჩილებაში. და როგორც კი ჩვენ სინამდვილეს ვეურჩებით, ანუ სინამდვილე რაც არის და სხვა სინამდვილე არ არსებობს, ის არის ღმერთი, ის არის სინამდვილე, მაშინ ჩვენ საკუთარი თავისათვის განაჩენი გამოგვაქვს, იმიტომ რომ ეს არჩევანი არ არის მექანიკური პროცესი, ჩვენ რადგან თავისუფლები ვართ, ეს არჩევანი ჩვენ პასუხისგებლობით გვტვირთავს. ამიტომ საშიშია ღმერთის დაკარგვა, როცა ადამიანი მას კარგავს. იმიტომ რომ ეს მისი არჩევანია სინამდვილეში და არა რაღაც მექანიკური პროცესი. ეს არის პრობლემა, როცა ადამიანს არ აქვს ის თავარი თვისება, რომელიც აუცილებელია ცხოვრებისთვის, ჩვენი ქრისტიანობისთვის, ჩვენი ადამიანობისათვის, ჩვენი ურთიერთობისათვის, ჩვენი სიყვარულისათვის, ერთმანეთისადმი სიყვარულისათვის, ჩვენი ერთმანეთზე მზრუნველობისათვის. ამ თვისების გარეშე, რასაც სიმდაბლე ქვია, არაფერი არ გამოდის. არაფერი არ გამოდის. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ჭამს, დაც-დედმამიშვილები ერთმანეთს ჭამენ, საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთს ხოცავენ, არაფერი არ დედამის კაენი აბელს კლავს, ყველაფერი აქედან ქრისტეს ადამიანად მოვიდა ღმერთი და იმასაც კლავენ, ყველაფერი აქედან გამომდინარეა. იმიტომ რომ სიმდაბლე ეს არის ურთიერთობის უპირველესი პირობა და ასეთი არის სინამდვილე, იმიტომ რომ მამაძე და სულიწმინდა ღმერთი სიმდაბლით სიყვარულში არიან ერთმანეთთან, ეს არის ღმერთის შიდა ცხოვრება. ამიტომაც, როდესაც იესო ქრისტე მოვა გალილეაით, იორდანეთ, იოანესა ნათლისღებად, მისგან და იოანე რას ეუბნება, ხო გახსოვთ? იოანე, რომელსაც გამოცხადებით ეუწყო, რომ მოვა ის, მან იცის, ვინც უნდა მოვიდეს. ეს ჩვენ შეიძლება ვერ ხვდებით, მაშინდელმა ადამიანებმა მით უმეტეს არ იცოდნენ. ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ნათელიღო ქრისტე, მოინათლა ქრისტე. აბსურდი. მაგრამ იოანეს ეს ხო არ ეშლება და იოანე ეუბნება, აჩერებდა, აყენებდა მას, რომ გააჩერა და ეუბნება, მე მიხმს შენ მიერ ნათლისღება და შენ ჩემდა მოხვალა. ანუ მე უნდა მივიღო შენგან ნათელი და ჩემთან როგორ მოხვედი? რატომ მოხვედი? მე უნდა მივიღო შენგან ნათელი. ჩემთან რატომ მოხვედი? გაოგნდა იო, მან იცის რომ უნდა მოვიდეს და მიანიშნებს მას ღმერთი ვინც არის. ეს იცის, მაგრამ ის ვერ წარმოიდგენდა თუ დაუდგებოდა ესე თავს დაუხრიდა. ამის წარმოდგენა იოანეს არ შეელოდა, გაოგნებული ეუბნება, რას აკეთებ კაცო? და ნახეთ ქრისტე რას ეუბნება. მიუგო იესო და რქვა მას, აცადე აწს. რამე თუ ესრეთ ჩვენ და აღსრულებად ყოველი სიმართლე. ის სიმართლე, ღვთაებრივი სიმართლე, ასე უნდა აღსრულდეს, გაჩერდი. გააკეთე შენი გასაკეთებელი. რა არის ეს? ეს არის ზუსტად აი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. სიმდაბლე, ღმერთის უმთავრესი თვისება, ღმერთის უმთავრესი თვისების ლუსტრაცია ხდება აქ
როდესაც ღმერთი აჩვენებს აი ამ სიმდაბლის ერთ-ერთ გამოვლინებას, მოვიდა ხორცში და აი ამ მიწიერ ჯულსა და წესს და კანონისადმი მორჩილებას გამოხატავს და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ მორჩილებით. მსგავსი მაგალითი გაგახსენებთ პეტრეს ფეხები რო უნდა დაბანოს, მოწევ, გაგიჟდა პეტრე, როგორია ახლა ქრისტებრ ფეხები და რას ამბობ? უკუნისამდე არა დაამბანო ფეხები. ანუ არასოდეს არ დაგაბანინებ ფეხებს პეტრე უნდა. ასაუნება უფალი, შენ თუ მე ფეხებს არ დამაბანინებ, ჩემთან მარადისობაში არ იქნები. განაჩენი სასიკვდილო. გესმით რა უცნაური რაღაცა არის. როგორ გამოიცდება ჩვენი სიმდაბლე, იმიტომ რომ ღვთის განგებულება ჩვენი ლოგიკისაგან განსხვავებულად მუშაობს, ჩვენ არ გვესმის ეს ბოლომდე რა არის, უცნაური რაღაცები ხდება და შენ გაქვს ვალდებულება მიუხედავად იმისა, რომ შენი ლოგიკური აპარატი და შენი შეხედულება სამყაროში სიმდაბლით არ არის, შენი შეხედულება სამყაროზე ინდივიდუალისტური და ეგოისტურია და ცრუ ღირსებითია, პატივმოყვარებას რო უწოდებ. და უცებ რო ხდება ისეთი რაღაცა, აი ყოფიერების მთელი ესე იგი სქემა ირღვევა და ინგრევა შენში და ამას წინააღმდეგობას უწევ. აგე პეტრე უწევს წინააღმდეგობას, იოანე ნათლისმცემელი უწევს წინააღმდეგობას. ჩვენ ვუწევთ წინააღმდეგობას ცრუ სიმდაბლე, რასაც ქვია. არა ღირსი არა ვარ ზიარების და ამიტომ ადამიანები თვეობით არ ეზიარებიან. გესმით, ეს სტერეოტიპი ირღვევა რაღაცა ყოფიერებას არასწორად აღვიქვავთ და მახინჯებულად ხედავთ ჩვენ. იმიტომ რომ თუ შეჭამ ამ ხილს, ამ ნაყოფს ღმერთი იქნები და იმის მერე ადამიანს გონია რაღაცა გონია, ყოფიერება გონია, აი რა ღმერთობა, მოდი ესე ვთქვა. ღმერთობა გონია ძალაუფლების უზურპაცია, რაღაცა სიამაყე ამპარტავნება და არა და ღმერთობა სიმდაბლე ყოფილა, გესმით? სიმდაბლეში გამოვლენილი სიყვარული. ჩვენ არ შეგვიძლია ყოვლის შემძლეობა და ყოვლა ძლიერება, ყოვლა სიბრძნეობა, ყოვლის ცოდნეობა და სიმდაბლე და მორჩილება ერთად დავაყენოთ. შეუძლებელად მიგვაჩნიეს, როგორ შეიძლება ეს ორ თვისება ერთად იყოს? მამა რო პატარა ბავშვს ეთამაშება, 2 წლის ბავშვს და იმის ჭკუაზე რო დადეს. მამა ბავშვთან შედარებით ხო ყოვლა ძლიერია, ყოვლა ბრძენია, მაგრამ როგორია მისი ურთიერთობა შვილთან? ხო, როგორ ემორჩილება და ასე შემდეგ, ანუ რაღაცა მაგალითი მოვიყვანე. ანუ დიახაც შესაძლებელია ძლიერება და სიმდაბლე და მორჩილება ერთად იყოს და ღმერთი ასეთია. ჩვენ სხვა ღმერთი არ ვიცი და ამიტომ ჩვენ რომ გავიგოთ ქრისტეს რა უნდა, ჩვენ გვჭირდება აი ეს თვისება და ამ თვისების დეფიციტი არის ის მიზეზი, რითაც ჩვენ მორწმუნენი ღმერთთან ვერ მივდივარ და ვერ გვაქვს ურთიერთობა. აი ეს სიმართლე, ესრეთ ჩვენის აღსრულებად ყოველი სიმართლე. ამ სიმართლის, ანუ ამ სინამდვილის, ესეთია სინამდვილე ყოფიერების. ეს აქ წამს ჩვენ ათეისტებს წამთ, რომ აი არის უსასრულო სამყარო, თქვათ, ხო? ვიღაცას რაღაცას წამს კიდე. კალკულ რელიგიურ ადამიანებს წამთ, რომ რაღაცა ენერგეტიკა და რაღაც არსებობს და არას ცოცხალი და მოაზროვნეობითი საწყისი და ჩვენი რწმენა ასეთია, ვინ ჩვენ აქ ვარ, ჩვენ ეს ავირჩიეთ, ჩვენ ეს გვინდა, ჩვენ არა მარტო ავირჩიეთ, ჩვენ არა მარტო ეს გვინდა, ჩვენ ვიცით კიდევაც რომ ეს ასეა, ჩვენი გულისმიერი გამოცდილები და ჩვენ თუ აქ ვართ გაცნობიერებულად, მაშინ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ ბოლომდე ღმერთს რა უნდა და ღმერთი როგორია, აი ღვთის განცხადება ჩვენთვისაც იყოს ღვთის განცხადება და არა დაწერილი, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავარი თვისება, რითაც ჩვენ ამას გავიგებთ, ეს არის ღვთის განგებულებისადმი, ანუ ყოფიერების სინამდვილისადმი ჩვენი მორჩილება და ამ მორჩილებაში გამოვლენილი საღვთო თვისება სიმდაბლე. აი როგორც კი მიუშვა მას, ანუ კი არ დაუწყო ძიძგილაობა, არა კაცო, ეხლა მე რას ამბობ, შენ უნდა მომცე აგერ ნათელი და მე რა უნდა მოგცე და რას ლაპარაკობ და ასე შემდეგ. გახსოვთ ბასილი დიდმა, ვისი წირვას დღეს აღვასრულეთ. ბასილი დიდმა როგორ გამოირჩია ერთი სასულიერო პირი. ერთ-ერთ მონასტერში მივიდა და ხო არის წესი, ლიტურგიკული მსახურების ნაწილია, რომ ეპისკოპოს მღვდელსაც ხელს აბანინებენ, ეს მსახურების ნაწილია და ესე იგი დააბაინა ბასილი დიდს მორჩილმა ხელი და მე ბასილი დიდი ეუბნება, რომ ეხლა მე უნდა დაგაბანინო ხელი. და იქ გონი აღარ მახსოვს ზუსტად რამდენიმე შემთხვევა იყო თუ ერთი და მოკლედ ერთმა გეგმები გაუშვირა ხელები. ვიღაცემა უკან წაიღეს, რას ამბობ ხელი როგორ უნდა დამბანოს ბასილი და ამა ხელები გაიშვირა და როგორც კი ამა ხელები გაიშვირა, ის იმ წამსვე დაადგინა სასულიერო პირად. რამე თუ აი ამ
აი ამ მოძრაობაში რო კი რაგან მეუნები გამბანე ხელი, ამაში გამოვლინდა მორჩილება, გესმით? მორჩილება. არ კი არის უკად კი არის შერეხე როგორ დაგაბანინებ ხელებს, ესე კი არ გააკეთა, პირიქით გააკეთა. სიმდაბლე უცნაურად ავლენს საკუთარ თავს და აი ეს იონ ნათლისმცემლის ასე იქცევა, მიუშვა მას და ნათელიღო იესო. აი როგორც კი ნათლისღების ეს გარეგანი აქტი მოხდა, რო წყალში ჩავიდა, როგორც ხვები აკეთებდნენ და ამის ღვთისმეტყველება ცალკე სახსნელია და ბევრჯერ გვისაუბრია, წიგნებშიც წერია, ინტერნეტშიც არის, რა ხდება, როცა წყალში ჩადის ქრისტე, რა მოხდა სინამდვილეში, წყლისგან როგორ მიიღო ღმერთს ნათელი. ხო, პირიქით ხდება სამყაროში, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ეხლა ამაზე მე არ გესაუბრებით. როგორც კი ხდება გამოცხადება ღმერთისა. მეხსეულად აღმოვიდა რა წყლისგან, განეხონეს ცანი, ანუ ცის გახსნა ხდება. რა არის ცის გახსნა, არავინ არ იცით. ღრუბლების გაწევა არ იგულისხმოთ. ცის გახსნა ხდება ტრანსცენდენტული ყოფიერების გამოჩენა დროსა და სივრცეში. აი ეს უფრო ტექნიკური ტერმინი ვიყოთ. იხილასული იონ ნათლისმცემლის ხილვა არის ეს. ნახარო, სამყაროს მიღმიერი ღმერთი გამოჩნდა, სული ღვთისა, ანუ მესამე პირი ყოვლადწმინდა სამებისა, ვითარცა ტრედი. ტრედი კი არა, ვითარცა ტრედი. ანუ რაღაცის სახით ხო უნდა დაინახოს, ღმერთს სიგრძე, ზომა, წონა არა, როგორ უნდა დაინახო. ამიტომ რაღაცა სახით უნდა მიანიშნოს ღმერთმა რომ მემოვედი და ივანე როგორც წინასწარმეტყველი ხვდება რომ ღმერთია, ტრედი კი არ არის, ღმერთია, რომელიც დაადგა მასზე, ანუ ძეზე, განკაცებულ ღმერთზე დაადგა და პლუს ხმა იყო ზეცით, თქვა ესეა ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. ანუ რომელიც მოქმედებები ყველაფერი ჩემი ნებისათვის მისაღებია. საერთოდ მამას, ძეს და სულიწმინდას ერთი ნება აქვს, ეს ცალკე თემაა, მაგრამ უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენზე მინიშნებაა, რომ რა არის ღვთისნება, არა როგორც ქრისტე იმოქმედებს, იცხოვრებს და გასწავლით, ეს იქნება ჩემთვის სათნო, ანუ ჩემი ნება და ფერისვალების დროს იგივე განცხადება ხდება და უფალი ამატებს, მამა ღმერთის ხმა ამატებს, მაგისი ისმინეთ. გესმით? იმისათვის რომ ეს გამოცხადება მივიღო, ამისათვის წინაპირობად იონ ნათლისმცემლის მაგალითი მაქვს. სიმდაბლე ღვთის განგებულებისადმი მორჩილებაში, ვინც ავლენს თავის სიმდაბლეს, მას ეცხადება ყოვლადწმინდა სამება ღმერთის საიდუმლოება, ეცხადება მას შიგნით საკრალურად, შეიძლება თეორიული ღვთისმეტყველების დოქტორი არ გახდეს, მაგრამ შიგნით საკრალურად ეცხადება და მისთვის ღმერთი არის სამზე სიცოცხლე, რომელიც მას აცოცხლებს, აბედნიერებს და რომელიც წინაგემოს ხილვას განაცდევინებს მარადიული სიცოცხლისა. ასეთი არის ქრისტიანის სინამდვილეში. იმიტომ რომ ამას უფალი პირდაპირ ამბობს იოანეს სახარებაში, რომ ქრისტეს მოყვარეში ყოვლადწმინდა სამება ღმერთი მკვიდრდება და ადამიანი რეალურად იქცევა ღვთის ტაძრად. და ჯერ კიდევ ცოცხალი უკვე გარდაცვლილია სიცოცხლეში. აი ეს არის ქრისტიანის მდგომარეობა და ეს არის დღევანდელი დღის ანი და ჰოე. თუ ეს ჩვენში არ ხდება, აი ეს პროცესი თუ ჩვენში დაწყებული არ არის, ჩვენთვის დღევანდელი დღე არაფერს არ ნიშნავს. არც წყალის წაღება არაფერს არ ნიშნავს. უარეს გეტყვით, არ ზიარება არაფერს არ ნიშნავს, თუ ეს პროცესი ჩვენში არ არის დაწყებული და არ დაიწყება. არაფერს არ ნიშნავს. ტიტეს მიმართ ეპისტოლედან დღეს რაც აღმოვიკითხეთ, აი როგორ საუბრობს ღვთისმეტყველება, რომელიც დღევანდელ დღესთან არის, რა თქმა უნდა, კავშირში გარკვეულწილად, იმიტომ რომ წმინდა მამემ ასე დაალაგეს სახარება და სამოციქულო, რომელიც აი ამ კონტექსში გასაგები ხდება უფრო მეტად, ახსას წაგიკითხავთ. გამოჩნდა მადლი, ანუ გამოჩნდა ენერგია საღვთო, ღმერთი გამოჩნდა თავისი ენერგიებით, თავისი გამოვლინებებით. გამოჩნდა მადლი იგი ღვთისაი მაცხოვრად, ანუ გადამრჩენელად, მაცოცხლებელად და გადამრჩენელად, ყოველთა კაცთა სამოძღვრებელად ასევე ჩვენდა. მოძღვრავს და გადაგვარჩენს. გამოჩნდა ეს მადლი. გამოჩნდა ჩემს გადასარჩენად, ჩემს დასამოძღვრავად. მაგრამ მე რა უნდა ვქნა და აგრძელებს, რათა უარყოთ. აი ჩემი პიროვნული არჩევანი საჩანს. რათა უარყოთ უღმერთობა, აი აქ პავლე მოციქულის შანსს არ გვიტოვებს, შესაძლებლობას არ გვიტოვებს, რომ ვიმზაკროთ. კი კაცო, აბა, უღმერთობა არა ვარ უღმერთო, ლუარსაბ თათქარიძე რო აპროტესტებს. როგორ კაცო, წირვალოცვას ვაკალდები თუ მარხვას არ ვინახავ. რატო ვარ ცუდი კაცი, ლუარსაბი კითხვას რო სვავს.
და მე ილია რო ეუბნება, რომ ის სრულყოფილი უნდა იყოო და შენ კიდე მთელი შენი ცნობიერებას ჭამას მით შემოიფარგლებაო. ანუ ადამიანი, რომელიც რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობს, ლუარსაბევით მას გონია, რომ ის უღმრთო არ არის. ამიტომ ნახეთ როგორ ამბობს, რათა უარყოთ უღმრთოება და სოფლის გულის თქმა. აბა ლუარსაბს წაიკითხა ხომ მიხდებოდა, რომ ესე გულის თქმით სავსეა ამ ქვეყნიური გულის თქმებით. რა თქმა უნდა უღმრთო გამოდის. ესე იგი უნდა უარყოთ უღმრთოება და სოფლის გულის თქმა და კიდევ აგრძელებს. სიწმინდით და სიწმინდე ეს არ არის ზნეობრივი ცხოვრება. სიწმინდე ეს არის რაღაც საკრალური მდგომარეობა ადამიანისა. წმინდა იყავს სახელი შენი მამაოჩვენოში არის საუბარი და ეს რას ნიშნავს? ამაზე შეიძლება დისერტაცია დაიწეროს. საღვთისმეტყველო რას ნიშნავს წმინდა იყავს სახელი შენი? ეს არის ადამიანის განსაკუთრებული საკრალური მდგომარეობა ადამიანის შინაგანი სამყაროს, რომელიც მის გარეთაც ვლინდება. ამიტომ ესე მარტივად სიწმინდით ვიცხოვროთ, ესე მარტივად გასაგები არ არის. ადამიანი ესე უღრმავდებოდეს, უნდა წესი წმინდა წელის, სიწმინდით და სიმართლით და ღვთისმსახურებით ცხონდებოდეთ, ანუ ცხოვრობდეთ ამას სოფელში და კი არ უნდა გავატარო. ეხლა უნდა სიწმინდე რა არის, სიმართლე რა არის, ღვთისმსახურება ხო ვიცით, ცოტათი მაინც ნახეთ დიდარს ღვთისმსახურების საიდუმლო ღმერთი გამოჩნდა ხორცით, ანუ განკაცებული ღმერთისადმი მსახურება. ეს რას ნიშნავს, რა ნიუანსებს ატარებს? მთელი სისავსეა სიცოცხლისა, თითოეული სიტყვა. ამიტომ უნდა არა მარტო ვიკითხოთ წმინდა წერილი, არამედ უღრმავდებოდეთ თითოეულ სიტყვას, ვითავისებდეთ და შესაბამისად ცხოვრებას ვცდილობდეთ და მოველოდეთ და კიდევ აგრძელებს. ანუ ნახეთ ერთი ნიუანსი, ადამიანი შეიძლება ამ ყველაფერს აკეთებდეს და კონდეს რაღაცა ესეთი მდგომარეობა, რომ ხო, აი რაღაც პოზიცია მიკავია სამყაროში. არ არის ეგ საკმარისი. რაც არ უნდა მდგომარეობა კონდეს, გრიგორ ხანძთელის დონეზე რო იყო, უნდა კონდეს იქით სწრაფვა, კიდე მოლოდინი, პლუს კიდე რაღაცა გაქვს, ვითარდება, მაგრამ კიდევ მოლოდინი, მიღმიერისა, მარადიულისა, არა ამ ქვეყნიურისა და მოველოდეთ ნეტარსა მას სასოებასა, გამოჩინებასა. დიდებისა, დიდი საღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ანუ დიდი ღმერთის და ჩვენი გადამრჩენელის იესო ქრისტესთან შეხვედრის მოლოდინით ახსავსევართ. რა თქმა უნდა, აქ სრული სისავსი იგულისხმება მისი დაბრუნება, მაგრამ როგორც ხშირად ვამბობთ, ასევე იგულისხმება ჩვენი გარდაცვალებაც და ამის მოლოდინი უნდა გქონდეს ადამიანს სულ და რა თქმა უნდა ამაში იგულისხმება ჩვენი ლოცვა და ლიტურგიკული მსახურება და ამიტომ ჩვენ როცა წირვაზე მოვდივართ და როცა თქვა ღამე თუ როცა იქნება ლოცვაზე ვდგებით, ყოველთვის უნდა ჩვენ თავს შევახსენოთ, თეოდორე შენი ბოლო ლოცვა, თეოდორე შენი ბოლო წირვა. გესმით? პასუხისგებლობით რომ მოვეკიდოთ წირვას და ლოცვის დროს ყოველი სიტყვის აღმოთქმას. ეს არის ერთგვარი რეპეტიცია უფალთან შეხვედრისა, გარდაცვალების რეპეტიცია, ყოველი ლოცვა, ყოველი წირვა, გარდაცვალების რეპეტიცია. იმიტომ რომ ჩვენ აქაც ვართ, იმიტომ რომ შევხვდეთ ქრისტეს და რომ გარდავიცვლებით, ჩვენ იქაც გვინდა რომ შევხვდეთ ქრისტეს. გარანტირებულად კი ვერ შევხვდებით, ხო ხვდებით არა? უნდა შევხვდეთ ქრისტეს და უფალო დაბრუნდება დიდებით, მაშინ იქაც ჩვენ გვინდა რომ მასთან ერთად მის მარჯვნივ დავდგეთ. ეს არის ჩვენი სურვილი. რომელმან და გვახსენებს ქრისტე ვინ არის? რომელმან იგი მისცა თავითვისი ჩვენთვის პასუხისგებლობით გვირთავს. თეოდორე შენთვის მოკვდა ქრისტე. როცა ქრისტეს ვახსენებ, პავლე მოციქული მეუბნება, ქრისტე რაღაცა შენს მიმართ უგრძნობელი ღმერთი კი არ არის, მოვიდა და შენთვის მოკვდა. და თავი მისცა შენთვის, შენი ცოდვებისათვის და შენი ცოდვებისათვის აღარ მოკვდები, ანუ ჯოჯოხეთში მარადიულ სიკვდილზეა საუბარი, არამედ შენ გადარჩები მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოკვდა შენთვის. რაითა გვიხსნეს ჩვენ ყოვლისაგან ურჯულოებისა. იმიტომ რომ გარდა გენეტიკური მემკვიდრეობისა, რაც ადამიდან მომდგავს, მე ჩემი პირადი დანაშაულები ქვეყნის მაქვს და მე არ ვიცი რა მაქვს და თქვენ არ იცით რა გაქვთ. ხო ვიცით რაც გვაქვს. ხედა აი ამისგანაც გვათავისუფლებს და განწმინდნეს თავისათვისისა ერად, ანუ გამწმინდეს, ანუ ერად მოგებულად, ანუ იმ ერად, რომელიც ღმერთის ერია, ღმერთის გამარჯვებული ერია, რომელიც ღმერთის კუთვნილია და ღმერთის შვილები ვართ, ამისათვის ის გვწმენს ჩვენ ამისათვის და ასევე გვეძლევა ძალა მადლის მიერ მობაძავ კეთილთა საქმეთა,
მობაძავ ჩემ და იქმნით ვითარცა მე ქრისტესა როგორც პავლე მოციქული ამბობს ისწავლეთ ჩემგან თავად ღმერთი ამბობს შვიდ ვარდამ დაბალგულითა რამე თუ ვიყვნეთ ოდესმე ჩვენცა უცნობელ მე გვახსენებს აბა გაიხსენეთ ოდესმე უცნობელი ურჩი შეცდომილი მონებდით გულის თქმათა გულის თქმას ეხლაც მონებთ ამიტომ სულიერი ცხოვრებაში წარმატებულობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი არის გულის თქმების გარჩევა ანალიზი და მათი ჩანასახშივე განადგურება რამე თუ მათი უდიდესი უმრავლესობა ბოროტებისგან არის ვმონებდეთ გულის თქმათა გემოთა მრავალთ ანუ სიამეთ მოყვარეობით ცხოვრობდით ურჩი ანუ პატივმოყვარეობით ცხოვრობდით უკეთურებასა და შურსაშინა ვიყვენით შემაწუხებელ და მოძულე ურთიერთას აი ხო ჯერ ხო ჩამოთulis როგორები ვართ და მე შემაწუხებელ და მოძულე ურთიერთას ადამიანები ერთმანეთს აწუხებენ თან ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია თან კიდე ერთმანეთს ვაწუხებთ ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ჩვენი და ასეთები ვიყავითო პავლე მოციქული ამბობს ხოლო რაჟამს გამოჩნდა სიტკბოება და კაცთმოყვარება მაცხოვრისა ჩვენისა ღვთისა და ანუ ღვთის განკაცებაზე გულისხმობს არა საქმეთა სიმართლისათვის და კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ ჩვენი სიმართლით კი არ ესე იგი ამ ესეთი კი არ გავაკეთეთ რომ ღირსი გავხდით და გამოჩნდა რომელი იგივ ქმენით ჩვენ არამედ წყალობითათვისითა უყვარ ვართ უბრალოდ ეს ცარიელი სიტყვები სანამ იქნება მანამდე ჩვენ ქრისტიანები ჯერ არ ვართ მე უნდა ობიექტურად დავინახო მართლაც ეხა მე ჩემი თავი რო ვიცი ხო მე ხო ვიცი რომ ჩემგან არაფერი არ არის სიკეთე აბსოლუტურად რწმენაც კი რომელიც მაგ ესეც მან დაუმსახურებლად მომცა ანუ ადამიანს აი როგორც პავლე მოციქულმა თუ რამე სიკეთე მაინც მომეჩვენება რომ არის მაგალითად ვხედავ მაგალითად ვაზროვნებ თქვათ ხო გული მიცემს სიტყვაზე და ნუ თქვათ შეიძლება რაღაცა შენი ფსიქოლოგიური რაღაცა მიდრეკილებები თვისებები უნარჩვევები მოგეწონოს უცებ აღმოჩნდება რომ ხატვა შეგიძლია და ვახ რანაირად შემილია ხატვა არავის არ უსწავლებია ჩემთვის და რაღაც აღმოაჩინ პავლე მოციქული გეუბნება რა გაქვს რაც არ მიგიღია და თუ მიგიღია რატომღა იქადნი გესმით ადამიანი გონიერი ადამიანი მიხვდება რომ ეს ყველაფერი მოცემული აქვს და მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი მან მომცა და ჩემი არაფერი არ მაქვს არამედ მან მომცა მიხსნა ჩვენ ანუ გვიხსნა ჩვენ ბანითამით მეორე ჩობისათა აქ შემოყავს საკრალურობა ჩვენ ცხოვრებაში საკრალურობა ანუ ჩვენ არა მარტო ავირჩიეთ ღმერთი არამედ საიდუმლოებრივად მადლისმიერად უკავშირდებით ნათლობა იგულისხმება აქ გვიხსნა ჩვენ ბანითამით მეორე ჩობისათა ანუ ნათლობით მეორე დავიბადეთ ანუ ღმერთის განკაცებული ღმერთის ადამიანური ბუნების მსგავსი ბუნება შემოდის ჩვენში და მისი მსგავსებისკენ მივისწრაფით რომელიც აღარასოდეს მოკვდება მეორე ჩობითა განახლებითა სულითა წმინდითა ანუ ჩვენ როცა ვინათლებით საღვთო მადლი შემოდის და ღვთის ტაძრად ხვდებით რომელი იგი მოჰფინა ჩვენზე და მდიდრად იესო ქრისტეს მიერ მაცხოვრისა ჩვენისა და სულ გვახსენებს ეს ყველაფერი რატო ხდება რომ ესე იგი ჩვენ ახალ ქმნილებად გარდავისახებით და ჩვენში მადლი მკვიდრობას იწყებს და სულიწმინდა მოდის ჩვენზე იმიტომ რომ ყველაფერი ეს იმიტომ რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად იესო ქრისტე და ჩვენთვის მოკვდა რათა განმართლდეთ მადლითა მისითა კი არ გვეპატიოს ხშირად მithქვია ეს კი არ გვეპატიოს უბრალოდ პატიება გაპატია ცოდვილი ხარ თუ გაპატიე რა ეგდე აქ შენთვის არა გამართლდე ანუ აღარა ხარ ცოდვილი აღარა ხარ დამნაშავე შენში არანაირი ბიწი აღარაფერი აღარ არის გაქრა ყველა ცოდვა გაქრა აღარაფერი აღარ არსებობს ნამდვილი შვილი ხარ ჩემი ღმერთი გეუბნება ამას ნიშნავს გამართლება ეს იურიდიულ ტერმინს იყენებს რომ ჩვენთვის გასაგები გახდეს რათა განმართლდე მადლითა მისითა და მკვიდრი ანუ მემკვიდრე ვიქმნეთ სასოების ამას ცხოვრებისა საუკუნოისა ანუ მარადიული ცხოვრების მემკვიდრე გავხდე ამის იმედი მქონდეს და მემკვიდრე ხო გესმით რას ნიშნავს უფლისწულის ძალაუფლება ღვთის შვილობის ძალაუფლება აი ამას გვაძლევს აი ეს არის ყველაფერი კიდევ ერთხელ დღევანდელი დღის სახარებისა და სამოციქულოს და დღევანდელი დღესასწაულის მიხედვით კიდევ ერთხელ გააქტიურებული ჩვენთვის ჩვენი საღვთისმეტყველო ცოდნა, რომელიც ჩვენში
პოტენციაში ყველა შემთხვევაში არსებობს, იმიტომ რომ ქრისტეს ღმერთობის გვწამს და კიდევ ერთხელ გამოფხიზლება პირადად ჩემი და იმედია თქვენიც ყველას გვჭირდება თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა გველოდება, როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა გველოდება. ეს იმგვარი ბედნიერებით აღვავსებს, რომელიც ძალიან დიდ სტიმულს და ძლიერებას გვაძლევს ჩვენს ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში, რომ ღმერთი არ დავკარგო და პირიქით ის იყოს დომინანტი, მთავარი ჩვენში იყოს იესო ქრისტე. და ის რომ თქვით, რომ ჩვენ გვებრალებიან ის ადამიანები, რომლებიცაც რწმენა აქვთ და არასარწმუნოების მიხედვით ცხოვრობენ, ეს ადამიანები ჩვენა ვართ, სხვები კი არ არიან. ჩვენი თავი რომ გვებრალებოდეს ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყველა დანარჩენის და ჩვენ თავსაც შემოუძახოთ და სხვისთვისაც მაგალითები უნდა გავხდეთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.